მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა მე ვარ ფერმერი. დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას ევროკავშირი. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემოგთავაზებთ ინტერვიუს ბულგარეთის ნაციონალური არხის მულტიმედიურ ხელმძღვანელთან, რომელიც საუბრობს ბულგარეთის გამოცდილებაზე გზად ევროკავშირისკენ. სტუდიის სტუმარი კი იქნება მელორი მშვიდობაძე. დიდი მადლობა ბატონო მელორი გადაცემაში სტუმრობისთვის. შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ ბატონი მელორი ბრძანდება აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში და ჩვენ არაერთხელ ყოლია სტუმრად ბატონი მელორი და გვისაუბრია მსგავსი ტიპის თემებზე. ბატონო მელორი, სანამ ჩვენ საუბარს დავიწყებთ ძალიან საინტერესო თემაზე, მე დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა ჩვენ, მინდა შემოგთავაზოთ თქვენს და მაყურებელსაც ბულგარეთის ნაციონალური არხის მულტიმედიურ ხელმძღვანელთან, რომელიც ზუსტად იმ თემაზე საუბრობს და სხვადასხვა ახსენებს ჩვენი მსგავსი გადაცემის შესახებს, თუ რა როლს თამაშობს ის საერთოდ სოფლის მეურნეობის განვითარებაში და უკვე გვექნება მერე საშუალება განვიხილოთ ეს თემა. დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით შეხვედრაზე. მე ვიცი რომ თქვენს ქვეყანაში ნაციონალურ არხზე არის გადაცემა სოფლის მეურნეობის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანი და რეიტინგულია ეს გადაცემა და რა როლს თამაშობს იგი აგრარული სფეროს განვითარებაში. დიახ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან არის მსგავსი ტიპის გადაცემა. ის საკმაოდ რეიტინგულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი მეშვეობით ფერმერებს ეძლევათ საშუალება გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ განავითარონ საკუთარი ფინანსები და როგორ მოუარონ საკუთარ მეურნეობას. ეს არის ყველაზე ძველი გადაცემა ბულგარეთის ტელევიზიაში. ჩვენ ახლახან ვიზეიმეთ 50 წლის იუბილე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გადაცემას დიდი როლი მიუძღვის ფერმერული მეურნეობების განვითარებასა და ევროსტანდარტების დანერგვაში. თქვენ ახსენეთ ევროპა. რას ელოდა ბულგარეთი და რა მიიღო მან ევროპაში შესვლის შედეგად? იყო თუ არა რთული ეს გზა? ყველაზე რთული იყო მენტალური აზროვნების შეცვლა. როდესაც ჩვენ გადავდიოდით საბაზრო ეკონომიკაზე, საჭირო გახდა მეტი ინდივიდუალიზმი. მაგალითად, როდესაც ევროფონდები შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და გვთავაზობდნენ იაფი ფულადი რესურსების გამოყენებას, მოსახლეობა სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდათ ნათელი მომავლის. რატომ არ შეუძლია ბულგარეთს ან საქართველოს დამოუკიდებლად იცხოვროს კარგად? რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ევროკავშირს? პირველ რიგში ევროკავშირში გაერთიანება იყო სტაბილურობისა და განვითარების საუკეთესო პერსპექტივა. ეს სივრცე, სადაც შეიძლება ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის კარგად გაყიდვა, რაც ამ კავშირში არ ყოფნის შემთხვევაში რთულად მისაღწევია. გზა ევროკავშირისკენ გულისხმობს ქვეყნის შიდა განვითარებას, რაც ძალიან მომხიბვლელია. იყო თუ არა რთული საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია მათი დანერგვა ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ძალიან რთული და დამღლელი პროცესია, თუმცა ეს პირველ რიგში აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე, საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე განიხილება როგორც საშვი ევროკავშირის ბაზარზე. რა თქმა უნდა, თავის დროზე საშიშროების წინაშე იდგა ბულგარეთიც. თავიდან ძალიან რთული იყო, თუმცა ეტაპობრივად ჯანსაღმა კონკურენციამ და ღია საბაზრო პრინციპებმა განავითარა ჩვენი ეროვნული წარმოება და დღეს ჩვენი ფერმერები დიდი წარმატებით ყიდიან პროდუქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. არის ფერმერების ნაწილი, რომლებსაც აქვთ შიში, რომ თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში კონკურენციას ვერ გაუწევენ ევროპულ მწარმოებლებს. თქვენი ქვეყნის შემთხვევაში რა სიტუაცია იყო? ეს არ არის მარტივი გზა. უნდა იცოდეთ და არ უნდა იფიქროთ, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება. დიდი მოლოდინი გაჩნდა, მაგრამ ცვლილებებისთვის საჭიროა დრო. ჩვენ ამისთვის 10 წელი გქონდა. ახლაც კი, როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ხომ არ ჯობია აქცენტი გაკეთდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაზე? რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნები ძალიან გვანან ერთმანეთს და ისევ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თავისუფლებას მივცემ, გირჩიოთ, გამოიყენეთ თქვენი უპირატესობები. ამ შემთხვევაში ჩვენი უპირატესობა არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რისი მოთხოვნილებაც ნამდვილად არის ევროპულ ბაზარზე. საქართველოში ყოფნისას მე დავაგემოვნე ადგილობრივი ხილი და ბოსნეული. მინდა გითხრათ, რომ ქართული პროდუქტი გამოირჩევა საუკეთესო გემოვნური თვისებებით.
ევროპისთვის მნიშვნელოვანია თუ არა ქვეყანამ შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა, ტრადიციები და უნიკალურობა. ევროპა სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და მისი პრიორიტეტია დაიცვას ქვეყნის ტრადიციები და ეროვნული იდენტობა. ევროპის არსებობის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ მოგვცა ჩვენი მოდელი ევროკავშირის სახით, რომლის უნიკალურობა მასში შემავალი ქვეყნების მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობაზეა დაფუძნებული. ასე რომ ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში საფუძველს მოკლებულია. რომელი რგოლი უნდა იყოს უფრო აქტიური და პასუხისმგებლობა რომელ რგოლზე უნდა გადიოდეს? სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი თუ უშუალოდ მოსახლეობა? ამ საკითხში კომპლექსურად უნდა იყოს ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორი და უშუალოდ მოსახლეობა. თქვენი აზრით, იმ მოკლე დროში, რაც თქვენ ხართ საქართველოში, ვადგავართ თუ არა სწორ გზას და რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას გზად ევროპისკენ? რამდენად გირჩევთ არ ვიცი, თუმცა შემიძლია საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაგიზიაროთ. საჭიროა მეტი ინიციატივა, მოთმინება და შრომა. უნდა იცოდეთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, თუმცა მიზნის მისაღწევად საჭიროა ყველა რესურსის გამოყენება და მოქალაქეების ჩართვა. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ვარ, თუმცა ჩამოსვლისთანავე ვიგრძედი, რომ აქ რაღაც ხდება ძალიან საინტერესო და დადებითი. თქვენ შეძლებთ მიზნის მიღწევას, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არ არის მარტივი გზა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დაგვთანხმდით შეხვედრაზე. თქვენი გამოცდილება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თემა ევროკავშირი, რა თქმა უნდა, გულისხმობთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ბატონო მელორ ინტერვიუდან გამომდინარე, ჩანს, რომ აქ მარტო სოფლის მეურნეობაზე არ არის საუბარი, თუმცა დაყოფა ნაწილებად ევროკავშირის ან თუნდაც სოფლის მეურნეობის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს თემა არის კომპლექსურად, როგორც ჩვენი ინტერვიუს გმირი ამბობს და უნდა მიუდგეთ მთელი რესურსის გამოყენებით. სანამ ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ საკითხის განხილვას, აი თქვენი განმარტება გვინდა, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის საქართველოს, როგორ გესმით ევროკავშირი, რა არის ევროკავშირი გასაგები ენით, რომ აუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს და რატომ გეკითხებით, შეიძლება ვინმესთვის ეს ღიმილის მომგვრელი იყოს, თუმცა მე ვხვდები და ჩვენც ვხვდებით მოსახლეობაში ისეთ კატეგორიას და ეს არც თუ ისე ცოტა, რომელიც კი ესმის გაუგია ევროკავშირი არის, თუმცა ფუნდამენტურად რას გულისხმობს ეს სიტყვა და საითკენ მივდივართ, გაუგებარია. თავისთავად მე მგონი პრობლემას არ უნდა წარმოადგენს გააზრება, იმიტომ რომ კავშირი თავისთავად ასახავს რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებას. ეს ქვეყნები გაერთიანდნენ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ერთობლივად შესაძლებელია უფრო მკვეთრ შედეგები იქნას მიღწეული, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს დაცული და არის კიდეც დაცული თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები. აი თქვენ რაც ბრძანეთ, რაც იმ გამოსვლმა რაც აღნიშნა, ეხდნობა ჩვენთვის არც თუ ისე უცნობ, თუ ვინმეს ეკნება სრული და სულნათი ილიას ნაშრომები წაიკითხავს, იქ ფრი ტრედერობას ახსენებს. ილია ჭავჭავაძე და ამბობს, რომ იქ არის ძალიან კარგად გამარტებული. ძალიან მარტივი ენით, ანუ მაშინაც კი იყო ეს იდეა, იდგა ეს იდეა ერთობისა ევროპასთან. ეხლა ხშირად არის გამარტება ასეთი ფორმით, რომ ევროპა ეს არის ბაზარი 500 მილიონიანი მომხმარებლით და ასე შემდეგ. მე არ ვთვლი, რომ ეს ასეა მარტო. რა თქმა უნდა, ეს არის ბაზარი და გარკვეულწილად ეს მოითხოვს ჩვენგან ძალისხმევას, მაგრამ ამავდროულად წაახალისებს ინვესტორებს, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავის ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია შეიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, ანუ 500 მილიონიან ბაზარზე. აი ეს ერთი სერიოზული პერსპექტივა, რომელიც აქამდე არ მუშაობდა. თუმცა ჩვენ გარკვეული საშუალებები გვქონდა საგარეო ვაჭრობისა, ხელშეწყობის რეჟიმების მოხდენობაში, GSP+-ი, გახსოვთ ალბათ, რომელიც იძლეოდა 75%-იან შეღავაც იმპორტირებისას ქვეყნის ბატონო მელორ, ზუსტად აქ მაინტერესებს, ჩვენ გქონდა გაკეთებული გადაცემა GSP+-ზე სპეციალურად ფილისთანაც ყავდა სპეციალისტები ჩართული და მაშინ საბოლოო ჯამში ვერ გავეცით ბოლომდე პასუხი, რატომ არ გამოვიყენეთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რატომაც არ გამოვიყენეთ. იქ იყო მთელი რიგი საკითხები მოსაგვარებელი, რომელიც დადის ინფრასტრუქტურაზეც კი. რა თქმა უნდა, თუ არა საწყისი, აი ამ ეტაპზე GSP+-ის არსებობისა და ვერ გამოყენების შემდეგ დღეს რას გვაძლევს, ან რას მოგცემს ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და რას ველოდებით ჩვენ შემდგომში, უკვე გაწევრიანების შემთხვევაში. GSP+ იყო მაინც სხვა ქვეყნის, ანუ ამ გაერთიანებისთვის არსებობ, ამ გაერთიანების შემავალი ქვეყნებისთვის, მაინც რაღაც გარკვეული შეღავათებები რომელიღაც სუბიექტისთვის. და იქ ლაბარაკია 75%-ზე ლაბარაკია გარკვეულ წრეზე.
გარკვეულ ასორტიმენტზე პროდუქციისა, თითქოს მაინც სოფლის მეურნეობა ჩვენთვის მთავარი, იმიტომ რომ სამწუხაროდ სხვა რამით ექსპორტირების საშუალება ჯერჯერობით ნაკლებად გვაქვს და ამიტომ აქედან გამომდინარე მაინც სხვა იყო. ეხლა ჩვენ იმ დიდი უზარმაზარი გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი ვხდებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ნებისმიერი გაერთიანება, ნებისმიერ აი ვთქვათ ქვეყნების გაერთიანება რომ აიყოთ, ნიშნავს ყოველი კონკრეტულისთვის ვინც გაერთიანება გარკვეულად შეზღუდვას თავის თავისუფლების ხარისხის, ხო სწორია? მაგრამ ამას უნდა აწონდა ჩვენ ეს გავაკეთეთ ეს არჩევანი, რომ ის რა ნაწილსაც ჩვენ დავარქავთ დამოუკიდებლად საქმიანობის ფუნქციონირების ხარისხით, იქ გაცილებით მეც მივიღებთ იმ ევროკავშირის წევრობით. დიახ, ბატონო მელორი, თქვენ ახსენეთ სიტყვა ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თუმცა ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენი მოსახლეობის, იგივე ფერმერები, ვისაც ვართ ჩვენ ფაქტიურად დამოკიდებულები, ჩვენ გვექნება გადაცემის მეორე ნაწილში მეკალმახეობაზე საუბარი, იყო შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა მიმართულებით და იქ შეხვედრაზეც ჩანდა, რომ ფერმერები არ არიან ამისთვის მსად ჯერ. მე მაინტერესებს ის მინუსები და პლუსები დავუშვათ, რომელიც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეც უკვე მივიღეთ. შეიძლება ბოლომდე გააზრებული არ კონდეს ფართო მასებს გულისხმობ, მაგრამ უკვე მივიღეთ. და უფრო მეტად დიდი პლუსები და თანმხლები მინუსები შეიძლება მივიღოთ. მინუსები რა თქმა უნდა კარგი გაგებით, რაც გამოსასწორებელი გვაქვს. აი, რომელი კონკრეტული მიმართულებები შეიძლება დავასახელოთ ამ შემთხვევაში? ახლა ისიც რა, შეიძლება ორნაირი ტიპის მსჯელობა, ერთი სუბსისტენციალური ეკონომიკაზე დაყრდნობით, რომელიც გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის პლუსებს და არსებობს იქ თუ აიღებთ ქრესტომატულ ნაწარმოებს ნებისმიერ ეკონომიკის სახელმწიფოს მეხედველობაში, იქ ნაღმოაჩენთ, რომ არის სერიოზული მსჯელობა იმაზე, რომ არსებობს რა არგუმენტაცია იმის საწინააღმდეგოდ, რომ აი ვთქვათ არ გავერთიანდეთ და ვიყოთ დამოუკიდებელი და ჩაკეტილი ბაზარი გქონდეს, შედარებით რა თქმა უნდა, გქონდეს დაცული ბაზარი, უფრო სწორი ესე იქნება. გქონდეს დაცული ბაზარი, მაგრამ ამავდროულად, როცა შემოდის ახალი პროდუქცია, შემოდის ახალი ტექნოლოგია, ეს მარტო ტექნოლოგია არ არის. ეს არის მენეჯმენტი, ეს არის ცოდნა და თქვენ თუ შეადარებთ ახლა სარეცხი მანქანა რო აიღო და იმისი მიკროჩიპი, რომელშიც არის მეხსიერება, პროცესორი დაახლოებით 20 წლის წინ რომ სერიოზული გამომთვლელი მანქანა იყო და მე ამ ორგანიზაციაში მუშაობდი, იმაზე მეტი აქვს. ეხლა არის მეცნიერტევადი პროდუქცია. შემოსვლასთან ერთად, ამ პროდუქციის შემოსვლასთან ერთად ჩვენ ვეცნობით იმ ტექნოლოგიებს, ვიღებთ ცოდნას, ჩვენს ვითარდებით, მაგრამ რა არის მთავარი? მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა ამისთვის სერიოზულად მოემზადოთ. წინააღმდეგობები ძალიან ბევრი იქნება. წინააღმდეგობები იმაში იქნება, რომ ის ხალხი თავის თავს დაცულად გზნობს და არც შემთხვევაში არ დაუშვებს არანაირი მიზეზის და არგუმენტის გამო, რომ მან ეს წესები დაარღვევს. მე მხედველობაში მაქვს იმას ის, რომ კვებითი დაცულობა ადამიანის. ჩვენ ახლა რომელიც უმაღლეს დონეზეა მიღწეული. ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა ბატონო, შემდეგ შემდგომში არ დაუშვებთ. აი ჩვენ საუბრობთ, რას მივიღებთ, რა გვინდა ევროპისგან ველით რაღაცებს, სულ ამ მიმართულებით საუბრობთ და გვიფიქრია კი რასელის ევროპა ჩვენსგან. აი რატო უნდა მიგვიღოს და რატომ უნდა გაგვაწევრიანოს დავუშვათ? შესაბამისად არის გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა დავაკმაყოფილოთ, მიუახლოვდეთ მათ სტანდარტებთან, რომ ჩვენც გავხდეთ მიმზიდველი იმ გაერთიანებისა, იმ ისეთი დახვეწილი სისტემების მქონე ქვეყნებთან, როგორც არის ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, თუმცა ბულგარეთის წარმომადგენლიც აცხადებს, რომ ჩვენ ამისთვის 10 წელი დაგვჭირდა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბოლომდე მისაყვანი. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, მართალია ბულგარეთი მაინც მოდით აგრარული ბიზნესი უფრო კარგი სიტყვა, მე ამ სიტყვას გამოვიყენებ, იმიტომ რომ აქ იგულისხმება არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქცია, პირველად წარმოება, არამედ მისი შუალედური გადამუშავება და უფრო მეტად ღირებულია და უფრო მეტ სიკეთეს ქმნის ფინანსურს, ვიდრე პირველადი წარმოება. აი პოლიტიკა, მაგალითად საბჭოთა კავშირში რაც ხორციელდებოდა თავის დროზე, აი თქვა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბამბი ცენტრალურ აზიაში, მაშინ შუა აზია ერქვა წარმოებული ბამბის მხოლოდ 18-20% მუშავდებოდა ადგილს, დანარჩენი მოდიოდა ევროპის ცენტრალურ ნაწილში, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში გადამუშავდებოდა. შრომატებადობა ბამბის მოყვანისა, კვალიფიციური მოთხოვნა ბამბის მოყვანისა, მავნებლობა, კულტურისა, როცა შეეწამლა უამრავი რაღაცეებით და დაცული არ ახარ ამავდროულად ბავშვების ჩართულობა ამ შრომაში და წარმოვიდგინეთ მეორე საფეხური, როცა ძაფი ირთვება, მერე შემდეგი საფეხური, როცა ქსოვილი მზადება და ყველას მაღალი საფეხური. პიერ გარდენის ერთი მოდელი გაცილებით უფრო მეტად პასუხობდა, თქვათ, ვინემ ერთი ციკლი ამ ხო, რა თქმა უნდა. აი ამაშია საქმე. ინტელექტუალური, ეხლა ჩვენ ვართ განვითარების
იმ საფეხურზე, რომელსაც ქვია პოსტინდუსტრიული საზოგადოება, ინფორმაციული საზოგადოება, პირველი ქვესაფეხური. აქ პროდუქცია არის მეცნიერებადი, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვერაფერი ვერ შეასრულებს. ხილი ბოსტნეული რაც ადამიანმა უნდა მიიღოს, ის ყოველთვის რჩება. თუმცა რჩება კიდე ერთხელ, ვამბობ, უფრო სხვა მოთხოვნებით, უფრო მეტი დაცულობით, მეტი კალორიულობით და ასე შემდეგ. კი ჩვენ მართლაც ვამბობთ, რომ ჩვენი ხილი გასულებით უფრო გემრიელია, უფრო საგემოვნუთისები უკეთესი აქვს, მაგრამ აი თვითონ ჩვენ მოხმარებლები რამდენად ვართ დაცული და ჩვენ რა გვიჯდება ამის გაკეთება. რისის შეცვლა ან რისი გაკეთება მოგვიწევს ამისთვის. გულისხმობ იგივე იმ ძალიან კარგი ახსენებს ჩვენი გვინი ისევ გამეორდები, რომ ძალიან კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა თქვენი ხილი და პროდუქტები, თუმცა არ ამგონია სწოდნოდა მას, რომ ეს ხილი და ბოსტნეული ყოველგვარი სერტიფიკატების და ფიტოსანიტარული ცნობების გარეშე ხვდება ბაზრობას. აი მაგალითად თქვენს უკან არის ხეები დახატული ნაყოფით. ყველას გახსოვს ახლა მსხლები, რომელიც ოჯახებში გვაქვს სოფლებში და ახლა 18-20 მეტრის სიმაღლეა და თუ გინდა რომ ეს ხილი მოკრიფოს აკრეფელათი და რამდენ კილოგრამს მოკრიფავ დღეში. ეს ბიზნესი არ არის. და თქვენ რომ პლუს თან შეიცავს რისკის შეფართებითობას ხეზე ასვლის. ახლა ჩემოთერ მოვიდა ტოტებზე ხომ მაინც ვერ გახვალ, ძალიან დახელოვნებულიც რო იყო ვერ გააკეთეთ. მაგრამ თქვენ თუ ნახავთ ევროპაში როგორი ხილის ბაღებია დაწყებული ალუბრიდან, დამთავრებული მსხლით, ატმით და ასე შემდეგ. ეს არის დაახლოებით 2 მეტრას სიმაღლის და მას შეიძლება სადგარის გარეშეც მოკრიფო ეს ხილი და დაამზადო და დაშპალერზე აკრული როგორც ჩვენთან მაგალითად ვენახია გამზადებული. თქვენი პასუხიდან მე მოკლე შინაარსი ამოვიღე რომ ჩვენ უნდა ვაქციოთ სოფლის მეურნეობა აგრარულ ბიზნესად. ჩვენ გამოიყენეთ ეს ტერმინი და ძალიან მომწონს ეს ტერმინი, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან სოფლის მეურნეობა არის, არსებობს, შეიძლება ითქვას ესე, თუმცა აგრობიზნესი აი ძალიან მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. აგრობიზნესი ახლა როგორ აიცით, კიდე ერთი ტერმინი შემოვიდა თქვა. ჩვენ მეწარმეობა გვაქვს, თუმცა საზოგადოებამ მთლად ისე ვერ მიიღო, თუმცა ოფიციალურ კანონმდებლობაში მაინც მეწარმეობა მოიხსენება ეს, მაგრამ აგრობიზნესი მე თვალსაზრისით გამოვიყენე, რომ ანუ არა უბრალოდ ნატურალური მეურნეობა, რომ შენ ყველაფერი გაქვს. შენი მოხმარებისათვის. და რაღაც ნამატი გაგვაქვს. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ შენ რაღაც აწარმოო იმისთვის, რომ შენ ამიდან შემოსავალი მიიღო. ხო? ესე აი ამაზე ეს იმას ნიშნავს. ანუ საბოლოო მიზანი შენი არის აწარმოო ის, რაც შენ სხვაზე უკეთესად შეგიძლია. ეს საზოგადოებაში რომ საზოგადოების დანაწილება ამას ნიშნავდა, რომ აი რაღაც თქვა ბელორუსიაში საბჭოთა კავშირი როცა იყო თვითონ იმის გამო რომ მაშინ საბჭოთა კავშირის ირგვლივ გარემოც იყო ესეთის შემთხვევაში პოლიტიკური გარემო იყო სპეციალიზაცია. ჩვენ ვიყავით ცეცხლზე ორიენტირებული თქვა ვიღაცა იყო კარტობზე ორიენტირებული. იყო კარგი თუ ცუდი ეს იყო სისტემა რომელიც მუშაობდა ხელოვნურად გაკეთებული. კი, მაგრამ ეს სისტემა რომელიც მუშაობდა. ჩვენ ახლა ბუნებრივ პროცესში იგივე, მაგრამ ბუნებრივ პროცესში უნდა ჩავჭდეთ, იმიტომ რომ მექანიზმი, აი იცით რა, ეს ტერმინი არ არსებობდა სამეურნეო მექანიზმი კი იყო, გადაცემა იყო ბახს კომუნისტების დროს. საზაკაციაშვილი იყო თუ არ ვთქვი, ეს გამგადაცემის წამყვანი, იქ რაზეა საუბარი, რომ საუბრობდა მექანიზმი არსებობს შიგნით. ყველა ადამიანს უნდა იცხოვროს ღირსეულად. აი ეს არის შიდა მექანიზმი, რომელიც თავდროზე ადამიანს თვითონ აღმოაჩინა. ანუ შიდა მექანიზმი იცხოვრო შენ უკეთესად, მაგრამ არა ქურდობის და ყაჩაღობის ხარჯზე, არამედ საკუთარი რამდენად გვაქვს ეს გააზრებული როგორც სახელმწიფოს ასევე მოსახლეობას, აი რაც თქვენ თქვით, პლუს ევროკავშირის გზაზე სვლას. აი არ მინდა პოლიტიკურად წავიდეთ, უბრალოდ ნამდვილად გასაგებ ენაზე და რას გულისხმობ. აი თუ კი ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენმა ფერმერებმა და იმ მეწარმეებმა არის აგრობიზნესის წარმომადგენელი თუ უბრალოდ ფერმერი, რომელიც ამ საქმეებით დაკავებულია და ეს მის ტრადიციას წარმოადგენს, რომ გაიაზროს. საითკენ მივდივართ, ეს არც საშინელებაა და არც სამოთხე, არც ჯოჯოხეთი. ეს არის სისტემა, სადაც არის დაალაგებული ყველაფერი თავთავის ადგილზე. მე მაინც ვთვლი, რომ არ არის გააზრებული. იმიტომ რომ ბოლომდე დღეს ჩვენმა მეწარმემ არ ამგონია რომ გააზრებული კონდეს. მოდით ნახოთ სიუჟეტი და ძალიან ცოტა დრო გრჩება და შეფასება გავუკეთოთ ამ ყველაფერს. მეწარმე რომელიც ძალიან კარგად ართმევს საკუთარ მეურნეობას თავს, შეიძლება ითქვას უკვე აგრობიზნესშია გადასული, თუმცა ის შტრიხები აკლია, რაც შეიძლება ევროპაში უკვე ქონოდა. ქართველები ნიჭიერი ხალხია. ნახოთ სიუჟეტი. ფუტკარი თაფლს ტკბილი წვენისგან, ნექტრისგან ამზადებს. ნექტარს ფუტკრები ყვავილებიდან წოვენ. ფუტკარი თაფლს ზამთრისთვის ინახავს, როცა ნექტრის მომცემი ყვავილები არ არის. სხეულიდან გამოყოფილი ცვილით ფუტკარი აგებს ფიჭას და შიგ თაფლს ინახავს, ან ჭუპრებს აბინავებს.
ზოგიერთი მეფუტკრე იყენებს სასწორს, ერთი რომელიმე სკა სასწორზე აქვთ შედგმული და დაახლოებით არ ყვევენ ამა თუ იმ პერიოდის განმავლობაში თუ რამდენი ნექტარი შემოიტანა ოჯახმა სკაში. ფუტკარი ყვავილის მტვერსაც აგროვებს, სკაში მიაქვს და ჭუპრების ძირითად საკვებად იყენებს. ამასთან ყვავილიდან ყვავილზე ფრენისას ფუტკარი დამტვერავს, გაანაყოფიერებს ყვავილს. ასე რომ ფუტკრის შრომა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდასაც განაპირობებს. ყოველ ზაფხულს სერგო და ელენე ზურაბ ქონდარიძის საკარმიდამო ნაკვეთს სტუმრობენ და აქ სოფელ სინდიეთში ამთავარებენ ფუტკარს. გამოცდილება წლებთან ერთად მოდის. ახალბედა მეფუტკრეები ახლა უკვე ჩვენ მოგმართავენ რჩევისთვის. მე საზღვაო სანაოსნოში ვმუშაობდი, ზღვაში გასული მეფუტკრეობის შესახებ წიგნებს ვკითხულობდი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ლიტერატურის კითხვით რთულია ამ საქმის შესწავლა, პრაქტიკაა აუცილებელი. როცა მომავალი მეუღლე გავიცანი, იმ დროისათვის 15-ის გამქონდა. იმდენად ინიციატივიანი და დამხმარე გამოდგა, რომ უკვე ამ დონეს მივახციეთ. ბოლქვაძეებმა წლევანდელი ფუტკრის მთავრობა გასული თვის დასაწყისში დაიწყეს. ჩარჩოებიდან თაფლი უკვე გამოწურეს და ახლა სკებს ისევ ბარში გადასატანად ამზადებენ. მეფუტკრეები გორჩევენ, რომ მთაში გადმოყვანილი ფუტკარი სიცხემ რომ არ შეაწუხოს, სკები ხის ჩრდილში უნდა მოთავსდეს. ამით სკების გასანიავებლად ფუტკრებს ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებათ და მთელ ენერგიას ნექტრის მოგროვებას დაახარჯავენ. მეფუტკრეობას 1970-იანი წლებიდან მივდევ. პირველი სკა და ფუტკრის ოჯახი მამის მეგობარმა გვაჩუქა. მას შემდეგ მამა ამ საქმემ გაიტაცა, დაიწყო ფუტკრის შესწავლა. ცხადია, მეც დავინტერესდი ამ საქმით. მაშინ სამოყვარულო დონეს თუ ვაკმაყოფილებდი. 1986 წელს ფუტკრები დაგვეღუპა, ისევ შევიძინეთ 2 წლის შემდეგ მხოლოდ 4 სკა. შემდეგ მამა ავად გახდა და მე თავად დავიწყე მათი მოვლა. გამოცდილი მეფუტკრეების რჩევებით საჭირო ლიტერატურის კითხვით გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა. ასე რომ დღეს მე და ჩემი მეუღლე უკვე ფუტკრის 100 ოჯახზე მეც ვუმყოფდებით. ლორენ ლანგსტროტი მეფუტკრეობის მამად მიიჩნევა. მანამდე კი ხე-ფუტკარზე ნადირობის პერიოდში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. ტყიური ფუტკრის სკას გატეხდნენ, თაფლსა და ცვილს მოიპოვებდნენ, შედეგად ფუტკრის ოჯახი იღუპებოდა. შეიძლება ითქვას ბარბაროსული მეთოდით მოიპოვებდნენ თაფლს. დღეს კი პროკოპოვიჩისა და ლანგსტროტის წყალობით ცივილიზებულ მეთოდს ვიყენებთ. არსებობს ორი ძირითადი სტანდარტული სისტემა: ფრანგი დადამ ბლატის და ამერიკელი ლანგსტროტის. მათ ჩარჩოებს შორის განსხვავება 8 სანტიმეტრია. ამერიკული სისტემისკა გაცილებით უფრო მობილური და მსუბუქია. ფრანგმა დადამ ბლატმა კი საკუთარი სახლის იატაკი აყარა და ამ მასალე დააგო პირველი სკები. შემდეგ ის უმდიდრესი ადამიანი გახდა, როგორც მეფუტკრე. ეს შრომატევადი საქმეა, საქმე რომელიც უნდა გიყვარდეს. მეფუტკრეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მისდევენ. მე მაგალითად ფარმ ინსტიტუტი დავასრულე. სპეციალობით პროვიზორი ვარ. უკვე 20 წელია, რაც ჰობი ძირითად საქმიანობად ვაქციე. ამ საქმეში თვით რეალიზაციას მივახციე. მეფუტკრეობის შესახებ წიგნებში ამოიკითხავთ, რომ ეს დარგი ნაკლებ შრომატევადია, რასაც გამოცდილი მეფუტკრეები არ ეთანხმებიან. თუ კი მეფუტკრეობა მეორე რიგის საქმედ ჩათვალეთ, წარმატებას ძნელად თუ მიაღწევთ. ბოლქვაძე ორლოვას წყვილი ზამთარ ზაფხულ დროის დიდ ნაწილს საფუტკრეში ატარებს. ისინი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ: დედა ფუტკრის გამოყვანა, თაფლისა და ფუტკრის რძის წარმოება. ფუტკრის რძესაც ვაწარმოებთ. უნიკალურ პროდუქტს რძე მცირე დოზებით გამოიყენება გრამის მეოთხედი ერთ ჯერზე დღეში 2 ჯერ. აქტიური ბიოლოგიური ნივთიერება. სპორტსმენები და ავადმყოფები, ბავშვები და მოხუცები ფუტკრის რძე ყველას რგებს. და ბოლოს ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ ასახელა ჩვენმა ფუტკარმა საქართველო ევროპაში. 1961 წელს ერფურტის საერთაშორისო გამოფენაზე ჩხოროწყუს სანაშენედან ჩაიტანეს 2 სკა. ავდრის მიუხედავად ამ ფუტკრის ოჯახებმა გამოფენის პერიოდში ადგილზევე დაამზადეს 93 კილოგრამი თაფლი, თითქმის 3-ჯერ მეტი, ვიდრე იქ გამოფენილმა სხვა ფუტკრის ოჯახებმა. აი ჩხოროწყუ ახსენა ირაკლი მსხილაძემ, დიდი მადლობა ესეთ საინტერესო სიუჟეტის მომზადებისთვის. 1961 წელს ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში ჩხოროწყუდან ჩატანილმა სკამ და ფუტკარმა გვასახელა ჩვენ. ან ჩვენ გვაქვს იმის ნიჭი და შინიც ალბათ, რომ ჩვენ ევროპაზე გავიდეთ. თუმცა თქვენ მითხარით, სანამ უყურებით სიუჟეტს, რომ ჩხოროწყუში არაფერი აღარ არის დარჩენილი. მუხურის ეგრეთ წოდებული საბჭოთა მეურნეობა იყო, ტერიტორია თითქმის დანგრეულია ყველაფერი და 100-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა, იქ ნახე ფირნიში იყო დარჩენილი დიდი ისე. რომელიც დღეს აღარ არის. ბატონო მელორი, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ფაქტობრივად ამთავრდი გადაცემის პირველ ნაწილს და მე მინდა თქვენსგან შეფასება, როგორც სპეციალისტის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ყავს ჩვენ ფერმერები, ყავს აგრობიზნესით დაკავებული ხალხი, არის ევროკავშირი. გასავლელი გვაქვს ეს გზა. სახელმწიფოს როლი და რა უნდა იტვირთოს მან ამ გზაში.
პირველი, როგორც თვითონ სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს, ისე მსგავსი ნაბიჯის გადადგმის დროს, უმთავრესი ჩემის აზრით არის ამ იდეის გარშემო ევროკავშირში გაერთიანებისა და იქ შესვლისა და დამკვიდრების იდეის გარშემო ერის კონსოლიდაცია. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს რაოდენ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა სტრატეგიის არსებობა. და შესაბამისად სტრატეგიის არსებობა. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძალიან საინტერესოა საუბარი. ჩვენ დროებით დაგემშვიდობებით გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ მეკალმახეობაზე და გვეყოლება ასევე საინტერესო სტუმრები. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, გადაცემის მეორე ნაწილში ვსაუბრობთ მეკალმახეობაზე. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სოფო დიასამიძე, აკავრეთა 2007-ის მენეჯერი, ხელმძღვანელი და დათუნა კონცელიძე, სპეციალობითაც სპეციალობით ეკოლოგიურ, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილებაც გამოსდეთ. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ დღეს გვინდა საუბარი დავიწყოთ უბრალოდ, რა თქმა უნდა, მეკალმახეობაზე ვისაუბრებთ, მაგრამ რატომაც გადავწყვეტეთ დღეს დავუშვათ გადაცემაში ეს თემა გაგვეშალა, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ სოფოც ჩვენი გადაცემის სტუმარი ბევრჯერ არის უკვე ამ სტუდიაში ნამყოფი შეხვედრა, რომელიც გაიმართა ინტურისტებში. ამ შეხვედრას ესწრებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უნარბობის სააგენტო, აგრარული კომისია საქართველოს, აჭარის აგრარული კომისია მე მგონი არ იყო სოფო. იყო წარმოდგენილი. არა, კომიდან არის. წარმომადგენლები იყვნენ. და იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც. მე ამ შეხვედრას ვესწრებოდი, მოვისმინე როგორც ერთი მხარე, ესე მეორე მხარე, თუმცა სანამ ჩვენ უშუალოდ საუბარს დავიწყებთ, ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ფირუზ ბოლქვაძე მოამზადა და ამის შემდეგ უკვე განვიხილოთ თუ რა თემებზე იყო ამ შეხვედრაზე საუბარი. თევზის ვეტერინარული დაავადებები, მკურნალობა და ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის პერსპექტივები იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც 22 ივლისს სასტუმრო ინტურის პალატში მსჯელობდნენ. მრგვალი მაგიდა აქ სატბორე სათევზე მეურნეობების მფლობელებთან სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მოეწყო. შეხვედრას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროების მაღალჩინოსნები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. დისკუსიაზე ფერმერებმა აჭარაში დარგის განვითარების ხელშემშლელ მთავარ ფაქტორებად ფინანსური რესურსების სიმწირე, სპეციალისტების არარსებობა და თევზის საკვების სიძვირე დაასახელეს. ადგილზე არ ყოფს იხტიოლოგები. თავისი სპეციალობები, რომ დაავადების კონტროლი და დაავადების კვლევაც იწარმოოს და შესაბამისი მედიკამენტური ჩარევა მოხდეს. მეორე პრობლემა იაფის ესხეთ სარგებლობა. 45 მეთევზე ვართ ქედის მუნიციპალიტეტში და მე არ გამიგონია რომ ვინმეს ესარგებლოს იაფის ესხეთ. ამასთან მიბმულია კიდევ სამე საკითხი, იაფის ესხის საშუალებით შეიძლება კორმის წარმოება დასავლეთ საქართველოში არ არსებობს, აღმოსავლეთ საქართველოში არსებობს და 400 კილომეტრიდან კორმის მოტანა ეს განსაზღვრულ თანხებს იწრობს, ამიტომ დასავლეთში შეიძლება აჭარაგურის რეგიონში, მაგალითად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ახალვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაკეთდეს და გაიოლდეს ამ საკითხის და ეს დაახლოებით ტონაზე 500 ლარ ეკონომიას მოგცემს. სატბორე სათევზე მეურნეობების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებად იგივე პრობლემებს ასახელებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც. ზაურ ფუტკარაძის განცხადებით, იგი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია და უახლოეს პერიოდში ფერმერთა მხარდასაჭერად გამოცდილი სპეციალისტების მოწვევასაც გეგმავს. არის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია უზრუნველყოფასთან, საბანკო პირობებთან, მათ შესრულებასთან და ამ შემდეგ ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურად თითეული მეწარმისათვის, თითეული დაინტერესებული პიროვნებისათვის ხდება ინდივიდუალურად განხილვა და ამის შემდეგ დამტკიცება. ჯერ კიდევ გასულ წელს 2013 წელს დავაყენე საკითხი და ვფიქრობ, რომ გადაწყდება უახლოეს ხანში იხტიოლოგთან დაკავშირებით. რამე თუ ერთ-ერთი წარმატებული დარგი იქნება მეთევზეობა ჩვენს რეგიონში. თუ გსურთ იოლად გაუმკლავდეთ თქვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩამოაყალიბეთ დარგობრივი კოოპერატივები, ასეთია ოფიციალური პირების რეკომენდაცია. მათი თქმით, თევზის მეურნეობების განვითარებას აჭარასა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა ამისათვის ფერმერთა კონსოლიდაციაა აუცილებელი. სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები კოოპერატივების ჩამოყალიბების საჭიროებას საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტების ევროპულ ბაზარზე მოხვედრის
გაზრდილ შესაძლებლობებსაც უკავშირებენ. ინდივიდუალურად ცალ-ცალკე ბაზარზე მოთამაშე გლეხი ვერანაირად ვერ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიის დამნერგველი. ვერ იქნება თანამედროვე ცოდნის გამოყენების შესაძლებლობები მას არ აქვს, მაგრამ გაერთიანება სწორედ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიცემს შესაძლებლობას, რომ მან თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს მის წარმოებაში, შესაბამისად უკვე მაღალი სტანდარტის პროდუქცია აწარმოოს და ჰქონდეს შესაძლებლობა სტაბილური ბაზრის მოთამაშე სტაბილურ მიმწოდებლად ჩამოყალიბდეს. ჩვენ არავის არ ვაძალებთ. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი წამახალისებელი პირობები, რომ მეწარმეების ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობა გაჩნდეს. დარგობრივი კოოპერატივების შექმნით პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს ფერმერების ნაწილი. მათი აზრით, ხელისუფლებამ ფერმერთა გაერთიანებების შექმნის მოწოდების ნაცვლად მათთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს. კომუნიზმი ამიტომ დაიშალა, იმიტომ რომ იყო საერთო ქონების მრავალი პატრონი და ყველა იპარავდა, ყველა არასწორად აკეთებდა და ეს არ გაამართ. ყველას უნდა კონდეს კერძო საკუთრებაში თავისი ისა, ყველა უნდა იყოს კერძოდ უნდა წყვეტდეს ამ საკითხს. ლიბერალიზაცია და დემოკრატია მაგას ნიშნავს, რომ ბიზნესი უნდა იყოს ლიბერალიზებული. სატბორი სათავზე მეურნეობები აჭარაში ძირითადად ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშია განვითარებული და მათზე საქართველოში წარმოებული თევზის არც თუ ისე უმნიშვნელო წილი მოდის. იმ შემთხვევაში თუ საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტები ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას შეძლებს, არ არის გამორიცხული ავტონომიური რესპუბლიკა ქვეყანაში თევზის რეწვა ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ კვანძად იქცეს. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და სოფო პირველი შეკითხვა შენთან მექნება. რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა? იმიტომ რომ მე რაღაც დავინახე, რომ ამ შეხვედრაზე მისულებს ერთი საკითხი აინტერესებდათ, მასპინძლებს კი მე მგონი მეორე საკითხის წინაპლანზე წამოწევა უნდა. აი თქვენ როდესაც დაგპატიჟეთ როგორ გაიგეთ, რა გითხრენ, რა იყო მიზანი ამ შეხვედრას? არა, რაც შეეხება შეხვედრას, მაგის წინააღმდეგები, რა თქმა უნდა, ვართ მივესალმებით კიდევაც და მე როგორც იმ დღეს აღნიშნე, მე უფრო გაცილებით ადრე მქონდა ამის სიმბოლოდინი, რომ ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ჩვენ ამის ძალიან დიდი რესურსები გვაქვს. და რაც შეეხება შეხვედრას, ნუ ძირთადად ეხებოდა თქვენ როგორ თქვენც ესწრებოდით ბატონო გიორგიდან ნახეთ იქ რომ აი ლაპარაკი იყო ევროკავშირის სტანდარტებამდე როგორ უნდა მივიდეთ. ევროკავშირის სტანდარტებამდე სანამ უნდა მივიდეთ, მანამდე შიგა ბაზარი გვაქვს ჩვენ მოსაწესრიგებელი, შიგ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მერეა ევროკავშირის საქმე. რა თქმა უნდა მივესალმებით, განამაგის წინააღმდეგი ვართ. მაგრამ როგორც სიუჟეტში აღნიშნა ბატონმა გიგლამ, რეკომენდაციები მოგცეს ჩვენ. აი ამ საკითხსაც მივესალმებით რეკომენდაციებსაც. ანუ მე არ შევცდარ ვარ, როდესაც დამჩა ისეთი შტაბეჭდილება, რომ მასპინძლები საუბრობდნენ ევროკავშირზე, გაძლიერებულ სურსათის უნებლობის ნორმებზე, სტანდარტებზე და სტუმრები აყენებდნენ სხვადასხვა პრობლემებს, ფინანსური უზრუნველყოფა, დიახ, უკაცრავად. სურსათის უნებლობის სტანდარტები ევროკავშირისთვის არ უნდა მოწესრიგდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენაც გვჭირდება შიგნით რომ მოწესრიგდეს. რაც შეეხება კალმახს, კერძოდ კალმახზე ვისაუბრებთ, დღეს ვიცით ყველამ რომ არის ძალიან ფუჭებადი პროდუქტი, რომელსაც ციფრთხილით ჭირდება მოპყრობა და აი საკვებია ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ღებულობს ამას და როცა ბაზარზე არ გვაქვს, შიდა ბაზარზე არ გვაქვს ეს პრობლემა მოწესრიგებული, მე რასელოდნენ უშუალოდ შეხვედრის შეფუთვაზე იყო იქ ლაპარაკი რომ მე აი თქვენი ხარისხიანი თევზი გავთ კი ბატონო მე პირადად ერთმა მეკალმახემ წავედი გავაკეთე ლაბორატორიული დასკვნა მიდევ საკალმახეში რომ ჩემი თევზი ნამდვილად არის ხარისხიანი შევიტანე ბაზარზე მაგრამ ბაზარზე ვაწყდებით პრობლემებს სადაც შემოდის უხარისხო თევზი კალმახი ეგრეთ წოდებული თურქეთიდან ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან და ყველამ რომ სამჯერ გაყინული თევზი და გამღვარი ეს უკვე გაფუჭებული პროდუქტია რომელიც ბაზარზე შეგვაქვს ძირითადი პრობლემა არის რა არ კეთდება და ეს უნდა აღიაროთ აუცილებლად რომ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ რომ არ კეთდება შიდა ბაზრის შემოწმება. მე შეფუთვებზე იყო იქ ლაპარაკი. მე როცა შევფუთავ კალმახს, ერთი ლარით კიდე ფასს მოიმატებს ჩემი თევზის ღირებულება. მე უკვე ბაზარზე ვეღარ ვიქნები კონკურენტიანი თურქებთან, იმიტომ რომ თურქების გაცილებით იაფად შემოაქვთ თევზი, ისინი თავის ქვეყანაში აწარმოებენ. შენ ამ შემთხვევაში ახსენებ თურქეთის რესპუბლიკას, იმიტომ რომ რეალურად ამ წუთას თქვენი კონკურენტი არის თურქეთიდან შემოსული თევზი, მაგრამ ევროკავშირში შესვლით და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგი ეტაპები თქვენ არა მხოლოდ თურქეთზე აგალაპარაკებენ, არამედ აგალაპარაკებენ სხვადასხვა ქვეყნებზე, და მე მინდოდა რომ ეს შეხვედრის მიზანი კალმახში და სადაც უფრო მეტად მე ვისურვებდი რომ ეს შეხვედრის მიზანი პირველ რიგში ყოფილიყო ის როგორ დავიცვათ მეწარმე ჩვენს ქვეყანაში. რასელოდნენ უშუალოდ მასპინძლები თქვენსგან, აი თუ დაიჭირე ეს მომენტი და თუ გაქვთ შენი მოსაზრება. რასელოდნენ თვითონ მასპინძლები მე კალმახები ამ პრობლემებს ჩვენსაც ვიტყოდით, მაგრამ იქ იყო კოოპერატივი ხო
ძირითადად ეს იყო, რომ პრობლემებზე უნდა გვესაუბრა და მოგვესმინა. სოფო, მე დათუნას მინდა ვკითხო, თქვენი შეკითხვებიც დასვით და ინტერვიუს ჰქონდა თქვენი მოსაზრებები. რა კითხვები ჰქონდათ და მიიღეთ თუ არა მათზე პასუხი? უშუალოდ იმ სპექტრი იყო წარმოდგენილი, რომელიც წყვიტავს აგრარულ პოლიტიკას საქართველოში დღეს. მე ცოტა ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ იქ ბატონები ზოგიერთები არაკომპეტენტური იყვნენ ამ საკითხში. აქედან გამომდინარე, ვერ მივიღე დადებითი პასუხები ბევრ რაღაცაზე. ან თქვენ ვერ დაკმაყოფილდით იმ პასუხებით, რაზეც ჰქონდათ შეკითხვები და რას ელოდით თქვენ შეხვედრიდან და გამართლდა თუ არა, გასაგებია რომ არ გამართლა, მაგრამ რას ელოდით უფრო რა მოლოდინი ჰქონდათ ამ შეხვედრიდან? უფრო ამ შეხვედრას პიარული საკითხი ჰქონდა, რომ ჩვენ ყურადღებოთ არ ვტოვებთ სოფლის მეურნეობას და ამ დარგს კონკრეტულად და ჩვენ გვინდა რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენს მოსაზრებებს ბატონო გიორგი არ იზიარებდნენ. ჩვენ რო ველაპარაკებოდით, რომ ეს საკითხი უმთავრობის დონეზე მოსაგვარებელია. მაგალითად ახლა კონკრეტულს გეტყვი. აგრარულ უნივერსიტეტს თბილისში აქვს იხტიოლოგიების და ზოოლოგების მომზადების კურსები და აქვს მთლიანი ლაბორატორიები ყველაფერი. ჩვენს მუნიციპალიტეტებს დაახლოებით აჭარაში 4 თუ 3 იხტიოლოგი დაჭირდება. და აგროსერვის ცენტრები გააჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონებში, მუნიციპალიტეტებში და იქ ისეთი დარგობრივი მემცენარეობა და რაღაც ნიადაგის ქიმიის სპეციალისტები და ისეთი სპეციალისტები ხავენ, რაც არ გჭირდება ამ წუთისათვის. არა, ამ წუთისათვის შეიძლება არ გჭირდება და შეიძლება ამას იხტიოლოგები რო დაუმატოთ, იხტიოლოგების გადამზადება და მომზადება. ანუ თქვენი მოსაზრებაა, რომ იხტიოლოგების გადამზადება მოხდეს და რაიონებში, მუნიციპალიტეტებში მიუდინება მოხდეს. და იყო ეს საკითხი დასმული დავშვათ და რა გიპასუხათ? მე საკითხი პირადად დასმული არ მქონდა, იმიტომ რომ იქ არ მომეცა ამ საკითხის გადანის საკითხი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გითხარით, ბატონი გიგლა აგრარული კომისიის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. უბრალოდ ის იმ პოზიციას იცავდა რაღაც ბანკების დაცვის პოზიცია და თემა უფრო გიორგის სხვა მხრივ წავიდა, ვიდრე ვიწრო სპეციალიზებული და პრობლემატური საკითხები. მე თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ სახელმწიფოს პოზიცია იყო ესეთი, ფერმერები ასახელებდნენ სესხების პრობლემას, პასუხი იყო გაერთიანდით კოოპერატივებში, იყო სპეციალისტის პრობლემა, პასუხი იყო გაერთიანდით კოოპერატივებში და ეს პრობლემა მოგვარდება და იყო შეკითხვები დაუშვათ იგივე ბაზრების დაპყრობაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე, პასუხი იყო კოოპერატივებში გაერთიანება. მე როგორც დავუშვათ ფერმერი შემიძლია გითხრათ რომ კოოპერატივში გაერთიანება ჩემი მოსაზრებას მოგახსენებთ ძალიან კარგია თუ კი ეს ხდება ბუნებრივად თუ კი მე თქვენ და რამოდენიმე ფერმერი ბუნებრივად გადავწყვიტავთ რომ ჩვენი ერთიანობა გაგვხდის ჩვენს უფრო ძლიერს და რაღაც ბიზნეს მისაღწევად ეს იქნება უფრო იოლი მაგრამ ამ პოზიციას არ ვიზიარებ როდესაც სახელმწიფო მიუთითებს რომ გაერთიანდით და გეშველება თუ კი თქვენ ერთ დღესაც მართლაც გაერთიანდებით რაც აკავრეთ ამ თქვენმა ხელმძღვანელმა ბატონმა ნუგზარმა ძალიან კარგი მაგალითი მოიყონა საკვებთან დაკავშირებით რომ ჩამოვიტანე მე ყველასთვის ანუ ეს იყო იქ პოზიცია, მაგრამ მაინც არ გამოსწორდა ამით ამ ღირებულება არ შემცირებულა საკვების გიორგი და იმიტომ. ანუ რა პრობლემები არსებობს დღეს მოდი სოფო მივყვეთ, აი გამოვრიცხოთ ამ შემთხვევაში სახელმწიფო, თქვენ ხართ სპეციალისტები, ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესში მოღვაწეობთ და თქვენსგან მაინტერესებს რა პრობლემებია და როგორ ხედავთ თქვენ მათ მოგვარების გზებს. უკაცრავად, მაგრამ სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, მანამდე დაუბრუნდები, რომ ის რომ შეხვედრას რაღაც არ ქონდა დადებითი მხარეები, ეს მე ამას არ ვაღიარებ, იმიტომ რომ დიახაც უნდა იყოს ასეთი შეხვედრები, უნდა ვიყოთ ამ შეხვედრების მონაწილეები, უნდა გავაცნოთ ჩვენი პრობლემა უფრო ახლოს. აი კოოპერატივებს როცა იძახოდე და ერთი მხრივ მეც თანხმებოდი, იმიტომ რომ მე აი 42 მეკალმახე რომ მივალ სადღაც და ერთ ხმაში დავიწყებთ იქ მოსმენის საშუალება არ იქნება. იქიდან ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კოოპერატივის დაუშვათ მივიდეს რაღაც პრობლემებზე ილაპარაკოს. ეს მოაგვარებს იმას სახელმწიფოსთან ურთიერთობაც, მაგრამ შიდა პრობლემები რაც აქვს მეკალმახებს, ის ამით არ მოგვარდება. დიახაც შემოვიტანეთ საკვები, ამით თვითღირებულება კოოპერატივში შექმნილი აი ვერ იქნება და იმიტომ მაინც იმპორტირებული საკვებია ეს. რა გახდა ჩვენს ქვეყანაში ერთი თევზის სიუჟეტში მოვისმინე იყო აღმოსავლეთ საქართველოში საკვების წარმოებელი ქარხანა, რომელმაც ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ხარისხი ვერ გააკეთა. ამასაც აკეთება უცხო განვითარება შესაძლებელია. რა თქმა უნდა შეიძლება, ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ რა გახდა ერთი თევზის გადამამუშავებელი. თუ შეიძლება რა არის ამისთვის საჭირო და რა არ კეთდება. თქვენ ფიქრობთ რომ სახელმწიფო უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? თუ შეიძლება გამოვა პოზიციის სახელმწიფოს პოზიციიდან მე გიპასუხებ დღეს. გაერთიანდით და პრობლემა მოგვარდება. რას გულისხმობთ? როგორ მოგვარდება? აი მე გეკითხები, როგორ მოგვარდება გაერთიანებით პრობლემა? გადამამუშავებელი
ამის თანხას ჩვენ 30 ფერმერი რომ გავწევრიანდეთ, ჩვენ გადამამუშავებელი რომ და გავაკეთეთ ამის თანხას რითი მოვიძებთ, როცა თევზის თვითღირებულება თითქმის 6 ლარზე აგვივიდა იმპორტირებული საკვების გამო. ყველა მეკალმახეობა შეიძლება ინვესტორი ნახოთ, მე ღვინის ქარხანა გაგვიკეთოს, განაწინააღმდეგი ვარ, კიდევაც უნდა გავაკეთოთ, ღვინისაც უნდა გავაკეთოთ, თევზისაც უნდა გავაკეთოთ, სხვა პროდუქტები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ქვეყანაში, ამის ძალიან დიდი საშუალება გვაქვს და რატომ არ შეიძლება თევზის გადამამუშავებელი გაკეთდეს ერთი? ძალიან დიდი პრობლემაა, ჩამოთვალოთ პრობლემებს მივყვეთ. ძალიან დიდი პრობლემაა გახდა უკვე მუშახელი. იმიტომ რომ აი ეს არ ვიცი ახლა შეიძლება არასწორად ვიძახი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ სოციალურად დაუცველების სტატუსებს რო ვანიჭებთ და უხდით ძალიან დიდ ანაზღაურება სახელმწიფო უხდის ამას. შრომის უნარიანი ადამიანები. მე მაგათად პრობლემა მაქვს დღეს მეურნეობაში მუშახელის. იმიტომ რომ იქვე ახლოს რომ ხალხი დავასაქმო, აღარ მოდის სამუშაოდ, იმიტომ რომ ის მაინც ღებულობს სოციალურად დაუცველის ანაზღაურებას და იმიტომ რომ ჩემთან რომ სამსახური დაიწყოს, თურმე იმას მოუხსნენ, აი გაცილებით მე აი ეს ყველაფერი რომ დავზოგოთ, განა ვინმე შტყვას ვარიგებ უკაცრავად, ეს ყველაფერი რომ დავზოგოთ და ერთი გადამამუშავებელი რომ გავაკეთოთ, თევზის ჩვენი ნაშრომი, არასახელმწიფოს გამოცემული, ჩვენი ნაშრომი რომ შევიტანოთ და შევჭამოთ გემრიელად, ხომ უფრო კარგი იქნება. მეორე მხარე იყო იქ სესხებზე ლაპარაკი უკაცრავად გიორგი. სესხებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი. ამასაც გეტყვით. ნუ ჩვენ სტატისტიკა მოგიყვანენ და გვითხრენ ყველაფერი კარგად არის. არ არის კარგად. და რატო ვიგონებთ რომ არ არის კარგად? ხო, შეიძლება ვიგონებთ. ჩამოვყალიბდით ახლა სახელმწიფომ დაგვეხმარა მოგცე იაფი კრედიტები და გვეუბნება რომ 3%-იანი სესხებს გაძლევთ. იდეაში მოგცა. ხო. არ ვიცი. იდეა ნაწილს ვიცა ვიღაცაებს. იდეა რა. ნუ იქ 40 კაცამდე ერთი წამი დავამთავროს ვის მიეცა ეს სესხი. აქ პროცენტულობით იყო ნაკლებობა და სახელმწიფომ გაგვიკეთა შეღავათი პროცენტულობით და არა გაგვიმარტივა სესხის აღების გზები. პროცენტის დაფარვაში გაგეხმარა. დიახ. ხო, შეიძლება ვინაც აიღო, ჩვენ პირადად არ აგვიღია. და არა სესხის აღების გამარტივებული ფორმა არ ყოფილა. იგივე პირობებს ითხოვს ბანკი, თავისი პოზიციიდან აფიქსირებს ამას და ვეთანხმები იმას. აუცილებლად ქონებით უზრუნველყოფას, აუცილებლად უნდა გქონდეს 3-ოთახიანი ბინა ბათუმში, რომ ქედაში 5 ტონიან საკალმახეში, ხო, ფასი კარგი რომ იყოს. რომ ქედა ბანკირი მოდის ელემენტარულ დაზღვევას არ იძლევიან თევზის რისკებთან არის დაკავშირებული. არ აინტერესებს შენ რამდენი თევზი გიზის, რა გიზის. ეს დღეს გაგხვალით. მაშინ რატო ხარჯავთ საბიუჯეტოდ ისევ ჩვენი ჯიბის ფულს უხდით ბანკირებს იმისთვის რომ ბანკირი უფრო მეტად სხვა რაღაცაზეც მუშაობენ ახლა მარტო საკალმახეებზე და ფერმერთა აგროფერტებზე და დაუშვათ რაღაც მექანიზმი შემუშავება ამ სპეციალისტი უნდა იჯდეს ამაში ზუსტად ერთი წამით ახლა თუ გავაკეთეთ ყველაფერი მოვაგვარეთ პროცენტები დავაკელით გავუთვალეთ რაღაცები რა გაგვიხდა მოვიწვიოთ ერთი სპეციალისტი ვინაც თევზი იცის ვისაც შეუძლია მის გაანალიზება და საკრედიტო ოფიცრად დავსვათ ის ვისაც ანალოგიური პრობლემები არის სხვადასხვა მიმართულებით არ ამხოლოდ მეკალმახეობის მე ხა დღეს დღევანდელი საუბარი ცოტა უფრო სხვა დონეზე, მაღალ დონეზე მინდოდა საუბარი, გულისხმობ ევროკავშირს, პირველი ნაწილის თემის გაგრძელება მეკალმახეები ევროკავშირში, თუ შეიძლება ესე ითქვას და ჩვენ დავუბრუნდით ისე თემას, სადაც ანუ ანაბანაზე ვსაუბრობთ, პირველი ასო და პირველი ნაბიჯი, ხო, რომლის პრობლემაც რეალურად გვაქვს. რას ელოდებთ ევროკავშირში გაწევრიანებისგან და ვარ თუ არა მზად? დავუშვათ ჩვენ შეიძლება ვიაზრებთ, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ძალიან ბევრ მეკალმახეს. აი იციან თუ არა და იაზრებენ რას ნიშნავს ევროკავშირი? ბატონო გიორგი, ევროკავშირში გაერთიანებით დაახლოებით 58 სოფლის მეურნეობის და სხვადასხვა წარმოების პროდუქცია გვექნება რეალური გასვლა, ანუ ჩინოვნიკური პრობლემები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება და ვაჭრობის ძალასთან დაკავშირებული ხელშეკრულება. ჩვენ დაახლოებით როგორ წარმოგიდგენთ 7-8 პროდუქციის გატანის ამ წუთისათვის 7-8 პროდუქციას გავიტანთ. ეს არის მინერალური წყლები, ესაა ღვინო, რომელსაც ისეც გადიოდა ევროპაში მინერალური წყლები და ღვინო, ხილბოსნეულის რაღაც სახეობებს და ციტრუს მცირე რაოდენობით, მაგრამ თევზის შემთხვევაში იქ ნორვეგია და დანია და სკანდინავიის ქვეყნები არიან ბაზარზე, ისინი ევროკავშირს კი არა, მთელ მსოფლიოს აკონტროლებენ და იმათი პირობები, იმათი ჰიგიენური, ეკოლოგიური სისუფთავე თევზის მიმართ, ჩვენი თევზი თუთით და ტყვით შემცველობებს გააი, იმიტომ რომ მესამე ხარისხის საკვებს ვაჭრობთ, ჩვენ ვერ ვაჭრობთ მაღალ ხარისხიან საკვებებს და მათი პირობები ევროკავშირის ISO სერტიფიკატის აღებაზე ასე რომ ვთქვა, სისხლს გამოგწოვენ, ისეთ ვიწრო კრიტერიუმებში გაგატარებენ და ძალიან ძნელი ევროკავშირის ბაზარზე დღეს ამაზე საუბარი. ჩვენ 22000 ტონა შემოტანილი თევზს მივირთმევთ ქართველებს. ჯერ ეს 22000 ტონა აღარ შემოვატანინოთ კარგი გაგებით იმ ევროპელებს და დანარჩენ გაუწიოთ კონკურენცია. გაუწიოთ კონკურენცია ჯერ ბაზარი. ახლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მე
ლუდის სახეობებს არ დავასახელებ რეკლამაში არ ჩამეთვალოს. ერთი 10 წლის უკან შენ წარმოიდგენდი ქართული ლუდი ბაზრიდან გააძევებდა თურქულსა სხვა ლუდებს. რთულად წარმოსახდა. რა უქნა, ხომ წარმოგიდგენია ორმა სამმა კომპანიამ მიწასთან გაასწორა კავკასიაც აიღო და საზღვარგარეთ სხვა გაიგო. ამიტომ ეს პერიოდი უნდა გავლა უნდა. ჩვენ ახლა რომ დავიწყოთ ესე რომ შემუშავოთ ეს გეგმები ასე იგივე ვიწრო კუთხით რომ მიუდგეთ საქმეს და ეს ყველაფერი სპეციალისტები ჩამოყალიბება ყველაფერი გადამამუშავებლები რაზეც სოფომ მე გადამამუშავებელი ქარხანა არ მინდა და არ მოვთქვი არის ხო პიროვნებები ვისაც აქვს მაგის ნიჭი და პროექტები აქვს რა გამზადებული ისინი დააფინანსოს მე არ ვითხოვ რომ დათუნა კონცერტის მიეცით ცეცხლი $9 მილიონი ქარხანა აგოს ანუ $1,000,000 კაც წალენჯი ხელმეთებზე იყო 200 ტონა აქვს წარმოება იმას ხო რისკიც არა რომ იმას $9 მილიონი მიცეს ეს იმიტომ რომ 1,600,000 მინიმუმ 1,500,000 შემოსავალი აქვს ხო თქვა მოგება აქვს იმ როგორ ფიქრობთ არ არის სახელმწიფო ამას ჩემი სტრატეგიული მიმართულება არის სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფო სად ჩანს ეს პრიორიტეტულობა შეხვედრა კარგია პირველი ნაბიჯი კარგია მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ ბატონო გიორგი ბოდიში დიახ ევროკავშირზე მინდა გავამახვილო ყურადღება შეიძლება ჩვენ თევზი ვერ გავიტანოთ მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება მოგცეს სტიმული რომ ჩვენივე მომხმარებლისთვის ვაწარმოოთ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი თუმცა თქვენ აცხადებთ რომ ეს გაზდის თვითღირებულება რა თქმა უნდა გაზდის თვითღირებულებას და რა შემთხვევაში შეიძლება ხომ არის ქვეყნები სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა მაგრამ არის მისაღები ფასი რატომ არ შეიძლება იგივე იყოს საქართველოში? ევროკავშირი ერთ რაღაცას მოგვიტანს, მოვატიოს ევროკავშირს მოგვიტანს, იცი? ამ ბანკებს ასე რომ ვთქვათ, გაზულქვებული არ იქნება ეს კომერციული ბანკები მოვატიოს ყველა ამ უკაცრავად ამ სექტორს. ევროკავშირი შემოიტანს იაფსესხებს. აქ ბევრი ბანკები დაიწყებს მუშაობას სოციალ ჟენერალი და სხვადასხვა წარმატებული დოიჩე ბანკი და ასეთი ბანკები შემოვა ევროპაში, რომელიც მართლაც მიუდგება ამას და მართლა გამოცდილებაც აქვს სპეციალი იციან ეს საქმე და შეიძლება თვითონ მათ შექმნა მათი შვილობილი კომპანიები, იგივე გადამამუშავებელ ქარხანა აქციონთებს იგივე ყორმის იმიტომ რომ საქართველოში ეკოლოგია და წყალი იმდენად სუფთაა და ჩვენი ბუნებრივი პირობები იმდენად სუფთაა თქვენ წარმოიდგინეთ არაბებმა რომ ჩამოვიდნენ ჩვენ და ცხვრის საყვანა დაიწყეს გაგიჟდნენ იმხელა და ეკოლოგიურად სუფთა ხორცია ის თუმცა შეჩერდა რაღაც არ ვიცი ხარ ის გამო შეჩერდა ხო და ასე რომ შეიძლება იმათ რომ ჩამოვიდნენ ევროპელებმა ჩვენებზეც უფრო და ჩვენზეც უფრო მეტი განათლება აქვს ბიზნესის და პუნქტუალური ხალხია საერთოდ და საერთოდ მიდგომა იციან საქმის მიმართ ეს წარმატებას მოიაფსესხებსაც შედარებდა. გვაქვს თუ არა ჩვენ რესურსი ფერმერებს გულისხმობ, მეწარმეებს გულისხმობ, რომ მივიდეთ იმ სტანდარტებამდე, მინიმუმ რომელსაც იცხოვს სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში. აქამდე ძალიან ბევრი გზებია გასავლელი. ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ ახლა. ძალიან ბევრი სახეობის საკვები შემოდის ჩვენთან. ჩვენს იმპორტი რასაც თევზს ვაჭერთ. არ კონტროლდება ეს და ეს ვაღიაროთ. ჩვენ ვენდობით ყოველთვის იმათ ვეტერინარულ დასკვნას, რომ თურმე ერთისაც, მეორესაც, მეოთხესაც საკვები არის ხარისხიანი. რატომ უნდა ვენდო მე იმათ დასკვნას, ანუ იმათ ხარისხს. მე მჭირდება აქ ადგილზე შემოწმებული უახლოს ხანში არ გვაქვს ამის საშუალება. როგორ არ გვაქვს საშუალება განსაკეთებელია ეს ლაბორატორიები. მე პირადად როცა საკვები უნდა შემეტანა მეურნეობაში, რამოდენიმე საკვებიდან ავიღე სინჯები, მივიტანე ლაბორატორიაში და საუკეთესო ხარისხის შევიტანე. საკვების თევზის ხარისხზე ძირითადად გავლენას ახდენს საკვები. იყო პერიოდი შემოიტანეს ერთ-ერთმა არ მინდა დავასახელო ცხვრის საკვები რომელიც მე კალმახემ არ იცოდა ის და აჭმევდა ცხვრის საკვები დაუძიანა თევზს ღვიძლი ყველაფერი დაეხოცა მეურნეობა დახურა ლამის კაცმა სახელმწიფოს როლს ამაში ვხედავ რომ მე ყველა მეწარმეს არ აქვს ამის საშუალება რომ თითოეულ შემოტანაზე გააკონტროლოს საკვები რა შემოდის სოფო მე მესმის თქვენი პოზიცია ძალიან კარგად და დამიჯერეთ მე თქვენს მხარეს ვარ ესე რომ თქვა თუ შეიძლება ამის თქვა მაგრამ რახან დღეს მეორე მხარე არ არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლები მე ვეცდები მათი პოზიციიდან გესაუბროთ მოდით წავიდეთ იმ გზით, რასაც გვთავაზობთ დაუშვათ იგივე კოოპერატივების განვითარების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე, რომ გაერთიანების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მთელი რიგი პრობლემების გადალახვას. თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ შეძლებთ ამ პრობლემების გადალახვას კოოპერატივში გაწევრიანების შემთხვევაში? და თუ ესეა, მაშინ რატო ვერ იგებს სახელმწიფო? ეხლა ორი მხარეა, მესამე არ არსებობს. არის სახელმწიფო, რომელიც მიგვანიშნებს რეკომენდაციას გვაძლევს
და თან გვეუბნება რომ აი ყველა თქვენი პრობლემა მოგვარდება ამით და ვართ ჩვენ მეორე მხარე რომელიც ვამბობთ რომ არა ამით პრობლემები არ მოგვარდება სადამდე უნდა ვიყოთ ესეთი ხო აი ესეთ პირობებში ჩვენ ვიძახით კი ისინი არა თქვენი აზრი მაინტერესებს რატო არ კოოპერატივთან დაკავშირებით თუმცა ბატონმა ზაურმა ახსენა ის მომენტიც რომ კოოპერატივი შეიქმნა მაგრამ ასოციაცია შეიქმნა ხო რაიმე ესეთი ხო ასოციაცია შეიქმნა მაგრამ იქ რაღაც საწევროს დადები თანხობრივი ახსენა ბატონმა ზაურმა იგივე იქნება ეხლაც გავწევრიანდით კოოპერატივში აი დავუშვათ სამი კაცი ხო რაღაც რესურსები გვაქვს და რას გავაკეთებთ კი ბატონო ჩამოვიყვანთ ერთ სპეციალისტს დავუშვათ ჩვენი სახსრებით ჩამოვიყვანთ ამ სპეციალისტს და რისი გაკეთებაც ისედაც შეგვიძლია ხა ქედაში არა ვართ ბევრი მოვილაპარაკეთ და ისეთ შეგვიძლია რაღაცები გავიღოთ და ესე ერთობლივი საკითხი აი ვიყიდეთ მათივარი არსებობს კითხვა მაქვს არსებობს ფერმერთა დახმარების ცენტრი რომელიც ეხმარება მეცხოველეს მევენახეს მედიკამენტებიანად უზრუნველყოფს არ არსებობს აქ სპეციალისტი მეთევზე რომელიც თვითღირებულებას მართალი თქვა ბატონმა გიგრამ ზრდის არასწორი მენეჯმენტის, მაგრამ მეკალმახეებ საკ პრაქტიკული გამოცდილება იმასთან რაღაც თეორიის მიხმარებაც, რომ სწორად განავითაროს რაღაცები, ის რომ დაინახა იაფასი არის საკვები, ისევ საკვებთან მიმართებაში გადავალ. შემოიტანა იმა და მე რა თქმა უნდა მას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, რომ ხარისხს განსაზღვრავს სამწუხაროდ რომ მენეჯმენტში პრობლემა არსებობს. არსებობს, როგორ არ არსებობს და რატო არ შეიძლება დავუშვათ 50-მა მეკალმახემ დაიქირაოთ თანამედროვე თუნდაც ევროპაში მიღებული განათლებიან ახალგაზრდა სპეციალისტები და რავი შეკრიბოთ ხელფასი და გადაუხადოთ ნორმალური ხელფასი და ყავდეთ მენეჯმენტი. ხომ შეიძლება ადგილზე მომამზადოთ კადრები? თუნდაც მომამზადოთ, ანუ თქვენ გააკეთეთ, არა სახელმწიფომ გაგიკეთოთ. არამედ თქვენ ხო კერძო მე როლს ხედავ ამას, სახელმწიფოს როლში ვხედავ ამას, რომ სახელმწიფო დიახაც უნდა მოგვიმზადოს კადრის, აი არსებობს განათლებას ადასღებულობენ სპეციალისტები, პროფესიული განათლების ცენტრები სადაც არსებობს, ღებული. ხომ შეიძლება აქაც მე პირადად ძალიან დიდი პრობლემა მქონდა სპეციალისტის შეუნაზე ბატონი არჩილ ფარცვანია იყო ჩემი პედაგოგი შემდეგ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ აქამდე გავსულიყო რომ სპეციალისტი მენახა, რომელიც იგივე დაავადებებს როგორ უნდა ავიცილოთ. როცა ევროკავშირზე გვაქვს ლაპარაკი ცოტა ხნის წინ ლაბორატორიაში როცა შევამოწმე თევზი, ვამბობდი რომ აი ძალიან ბევრი მოდის და გეკითხება, აბა მანახე უცხოელი ტურისტები მოდის ჩვენთან და გვეკითხება, აბა მათ ჩვენეთ ხარისხი თუ გაქვთ. ითხოვენ ამას. მეურნეობაში როცა სახელმწიფო მეურნეობას უკაცრავად ამ გამოთქმისმა ვერ დაგილაგებს, აი სისუფთავეს იმას ვერ გეტყვის, რომ შენ აი ეს ბადი აქ რო ისარგებლე მეორე აუშის არ გაიტანო და ავადება არ გადაგიტანოს, ეს თავისით უნდა მოხდეს, მაგრამ მეკალმახეს ამაში შეიძლება მის ტრენინგები ჩატარდეს შეგვირდენ კიდევაც რომ იქნება რაღაცა ელემენტარული გამოცდილება, მაგრამ ამას მეკალმახე იმდენად დათრგუნული ამ პერიოდში, რა თქმა უნდა წაგვადგება. მეკალმახეს იმდენი პრობლემა აქვს ამ წუთას თავისი თევზი როგორ გაზარდოს, ეძებს რაღაც გზებს, იგივე იაფასი არის საკვებით ზრდის თევზს, შემდეგ ის თვითღირებულებას უზრდის აუცილებლად, იმიტომ რომ დროში ნაკლებ მეტ დროში ეზრდება თევზი, როცა არახარისხიან საკვებს, ლიფსიტის საკვებზეა იგივე ლაპარაკი. სოფო, როდესაც მე ვახსენებ ევროკავშირს, მე გულისხმობ პირველ რიგში ისევ ჩვენს ქვეყანას. არც ერთი ქვეყანა არ წარმომიდგება თვალწინ და არ გულისხმობ იქ ჩვენ რა გველოდება. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა პირადად ჩემთვის, გიორგი სურმანიძისთვის არის თვით განვითარების, თვით შეფასების და თვით რეალიზაციის მოტივაციის საშუალება. მოდით ესე ვთქვათ რა, თუ კი მე მექნება იმის პრეტენზია რომ ხვალ უნდა ვიყო ევროკავშირში, პირველ რიგში უნდა დავალაგო სიტუაცია და მდგომარეობა ჩემთან ოჯახში, სახლში, ხო? და ეს დალაგება გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიერ ნაწარმოებული პროდუქცია, რომელსაც ჩვენივე მოქალაქენი და ჩვენივე ოჯახის წევრები, ჩვენვე მივირთმევთ იგივე სუპერმარკეტებით თუ ბაზრების საშუალებით, შეძენით, ხო? აი, აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გააზრების მომენტი და თქვენ როგორ ხედავთ ახლა ჩვენთან მოსახლე არის ძალიან ბევრი პატარა მეკალმახე, ხო? დღეს რო ჩვენ მასთან მივიდეთ და უთხრათ, რომ აი შენ ხვალ შეგიმოწმებთ კალმახს, თუ კი იქ აღმოჩნდება მეტი რკინა, მეტი თუთია, თუ რასაც შეიცავს, იქ პესტის ნარჩენი თუ მედიკამენტის ნარჩენი, შენი საკალმახე მეურნეობა დაიხურება. მინიმალური, მაგრამ შემოსავალი მაინც ამ ოჯახს აქვს, ხო? პატარა საკალმახე მეურნეობიდან. აი, როგორ გესახებათ ეს შვალედი ხო უნდა გქონდეს რაღაცნაირი, რომლითაც აუხსნით ამ თუ ეს შეხვედრა რა იყო ეს შვალედი, როდესაც სახელმწიფო ცდილობდა იმის ახსნას, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ გამოფხიზლება, გააზრება და რაღაც სტანდარტებზე დღეს თუ არა დანერგვა, ამაზე ფიქრი მაინც. აი, ამისკენ ხომ არ მივდივართ.
დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს იყო რეკომენდაციები, რომ ევროკავშირში რომ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ეს უნდა იყოს ხარისხიანი და ისევ ვიმეორებ, რომ ევროკავშირამდე სანამივა ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ვისარგებლოთ. მართალი ხართ, იმიტომ რომ დღეს მე კალმახეს არავინ არ ამოწევს, როგორ რა ხარისხის თევზა წარმოებს. აი თუმცა რომ შევამოწოთ, აი საშიშროება არის დღეს რომ ყველა შევამოწოთ, შეიძლება ყველა დავხუროთ, ჩვენი პროდუქცია აღარ იარსებებს, შემოვა ცარიელ ბაზარში შევსებს იმპორტირებული პროდუქცია. აქვს ის დადებითი თვისებები, რომ მოდი სოფოთ დრო ძალიან ცოტა დრო გრჩება დასასრულისკენ მივდივართ გადაცემის და აი რა არის სწრაფად მოსაგვარებელი, აი დღეს გასაკეთებელი რა არის? მე კალმახეობის მიმართულებით ძალიან მოკლე. შეხვედრიდან გამომდინარე, საერთოდ აუცილებლად შეხვედრასთან ერთ დაკავშირებით ხო? აუცილებლად მოსაგვარებელია. სურსათის უნებლობის საკითხი აუცილებელია. შიდა სტანდარტები, მისაღები, ამისათვის მოგვარებაში რას გულისხმობ? უბრალოდ უნდა დაიწყოს სურსათის უნებლობა შემოწმება და დაკეტვა თუ უნდა დაიწყოს მომზადება. რეკომენდაციები, იქიდან მიწოდება კი არ უნდა იყოს. ადგილზე შეიძლება აქ მისულა და დათვალიერების შედეგად. დასაგებია, ძალიან კარგია, დათუნა შენი პოზიცია? ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ სპეციალისტების მომზადება და აგროსერვისი. დღევანდელი და გრძელვადიანი საკითხი. დღევანდელი მე 4 საკითხი მაქვს მოკლედ გეტყვი. იხტიოლოგების, ეგ სპეციალისტების მომზადება და აგროსერვის ცენტრებში წარმოდგენა, საკვების ან კომის ადგილზე გადამუშავება და დამზადება საერთოდ ამ საკვებთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ წვრილ და საშუალო ფენის მეთევზეებმა მიიღოს, ეს გარკვეულწილად არიან, აგერ სოფოა, არის ბევრი ვიღაცები, რომელსაც აქ ამის мотиваციაც, გამოცდილებაც და საქმის გაკეთების უნარიც. და სახელმწიფოს მიერ მარკეტინგი გვაკლია. მარკეტინგული პრობლემები ძალიან. ახლა ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში და რეკლამას და პიარს ძალიან დიდი ფასი აქვს დღევანდელ ცხოვრებაში და ტელევიზიაში. ხო შეიძლება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნაციონალურ არხებს შეუკვეთოს რეკლამა, რომ მაგალითად გოგოლაძის 14 ნომერში რომ ახალგაზრდა კაცია და кейფი უნდა და რესტორანში დასვლა უნდა და თევზის მიღება უნდა გააცნოს, რომ მაჭახელში, ჭახატში, ქედაში, ოქტომბერში გასაგებია დაშონათ დიგოდიში დრო გასაგებია, ძალიან კარგია რომ თქვენ გაქვთ ესეთი კაფიო ზუსტი მესიჯები სახელმწიფოს მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები უყურებენ ჩვენს გადაცემას და გაითვალისწინებენ. იყოს ეს მათი იდეები, ოღონდ კი გაკეთდეს ის საქმე, რაც თქვენ გჭირდებათ სოფო მოკლედ ძალიან. დასასრულს მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მე ჩვენ ისე არ გამოგვივიდეს, რომ წინააღმდეგები ვართ ასეთი შეხვედრების პირიქით მივესალმებით, ხვალაც, ეგაც, მაზეგაც, სიამოვნებით შეხვდები. კომუნიკაცია ყალიბდება ელემენტარულად და ჩვენს პრობლემებს ისმენენ. ეს პირველი იყო ამ ბოლო წლებში. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, მონაწილეობისთვის. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენი და თქვენი სახით ყველა მეკალმახის პრობლემა ნელ-ნელა დაიხვეწება, მაგრამ თქვენი ჩართულობა, ინიციატივა თქვენსგან და თქვენი აქტიურობა იქნება ამისთვის საჭირო პირველ რიგში. გადაცემის დასასრულს კი მინდა წარმოგიდგინოთ ირაკლი მსხილაძის ინფორმაციული სიუჟეტი, ამჯერად ციტრუსზე, კერძოდ კი მანდარინზე. მანდარინი მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე. მანდარინის სამშობლოდ ჩრდილოეთ ინდოეთია მიჩნეული. ნაყოფი ნარინჯისფერი, სურნელოვანი და ტკბილხორციანია. საქართველოში გავრცელებულია მანდარინი უნშიუ, ხის სიმაღლე 3 მეტრამდეა, 4 მეტრს იშვიათად აჭარბებს. ვარჯნის დიამეტრი 3-3.5 მეტრია. სიტყვა მანდარინი ესპანური წარმოშობისაა და აღნიშნავს ადვილად გაფცქმნას. პორტუგალიელები კი მანდარინებს უწოდებდნენ ფეოდალური ჩინეთის დიდმოხელეებს. ნაყოფს იყენებენ უმეტესად ნედლად, აგრეთვე გადამუშავებულს. კანი მდიდარია ეთეროვანი ზეთებითა და გლიკოზიდებით. იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიისა და კვების მრეწველობაში. მანდარინი მსხმოიარობას იწყებს მყნობიდან მე-4 წელს. 10-12 წლის ხეების მოსავალმა შეიძლება მიაღწიოს 50 ტონას ჰექტარზე. მანდარინის პლანტაციებს ძლიერ აზიანებს მამნებლები და დაავადებები. მანდარინის ჯიში უნშიუ საქართველოში 1896 წელს იაპონიიდან შემოიტანეს. ეს ჯიში ყინვაგამძლეა, ცელსიუსით -9-10 გრადუს ტემპერატურასაც უძლებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში ნარგავების 90% დასავლეთ საქართველოს მოდიოდა. ამჟამად 19,000 ჰექტარი ფართობი უკავია და ყოველწლიურად 100-120,000 ტონაზე მეტ მოსავალს იძლევა. საქართველოში უნშიუსგან გამოიყვანეს საადრეო ჯიშები, ანასეული და ქართული.
ზოგიერთი ჯიშის მანდარინში კანსა და რბილობს შორის სიცარიელეა. რბილობი პატარა წვნიანი ტომრებისგან შედგება. მანდარინის ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე 50 კილოკალორიაა. ციტრუსის ბაღი მელიტონ თურმანიძემ 1976 წელს გააშენა. 170 ძირი მანდარინი 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ყოველწლიურად 10 ტონამდე მოსავალს იძლევა. რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი 5000 ლარს აღწევს. კოლექტივიზაციის პერიოდში აიზარდეს ყველაფერი. მოხდა მე ნაყოფი, იმ დროს ჩაბარება იყო კარგი, თქვა, განაზღაურება იყო უпростоრად ჩაბარებიდან კარგი, 85 კაპიკი იყო. საერთო ფასი და არც NS რომ ჩავიტანეთ ყველაფერს, რასაც მივაყრით, იმაშიც ვიხდიდან 15 კაპიკს NS-ში. დღეს თუ მაგალითად NS ყრით აგერ ყანაში ან მანდარინად უყავ და ან გადაყარო ღელეში ღარდაში. ტყვილად მუხტად. მაგრამ ახლა დღევანდელი პირობები თუ გავასაღეთ ის რაც ნორმალურია პროდუქცია, მე მაინც კმაყოფილი ვიქნები. 10 ტონაში რომ 2 ტონა დამჩეს თქვათ, არ ვთვლი იმას არაფრად. ოღონდ ნორმალურად ის გავასაღო 8 ტონა, ხო? გამიგეთ როგორ, იმიტომ შეჩვეული ვარ, მე ამას აი ენერგი რომ არ იყო იმ დროიდან და ენერგი ჩემი დარგული, ჩემი გამოზრდილი, მოვლილი და დღეს რომ თავის თავს დააკმაყოფილებს, ალბათ მე გამომჯობესდება ცხოვრების პირობები და რეალიზაციის სფერო მოხდება და მივიღებ ალბათ მეტ მოსავალს, კიდევ კვლავ ამას ველოდები და მხოლოდ 1988 წელს საქართველოში მოწეულ იქნა 250.000 ტონა მანდარინი. გასული საუკუნის 90-იანებში კი გასაღების ბაზრის მოშლამ მკვეთრად შეამცირა მანდარინის ფართობი და მოსავლიანობა. თუმცა ბატონი მელიტონი აგროწესებს მაინც ყოველწლიურად იცავს. ის იმედოვნებს, რომ მანდარინის სარეალიზაციო ფასი გაიზრდება. გარკვეული წლები ვნიდით, ხო? 5 ტონას, 6 ტონას, 10 ტონას, 20-ის ბევრს გადაუყრია მე თუ არა, ხო? მაგრამ მაინც მეორე წელიწად ბარავდი, ვუვლიდი, სასუქს უყრიდი, რომ შემენარჩუნებია თვითონ ხე და შემდგომისათვის მოლოდინი. შედეგისა იყო და არის დღეს კიდევ, ხო? იყო და არის. ვერ მოვცილდები, გინდა არ გინდა, უნდა იყოს შრომა ჩაქცეული შიგნით. მანდარინის გასაშენებლად უმჯობესია თბილი მიკრონაკვეთები. ვაკეს ზღვის სანაპირო ზოლიდან 5-8 კილომეტრი დაშორებით, ან ფერდობების ზღვის დონიდან 100-350 მეტრ სიმაღლემდე. ბევრი ვერ დავახარჯე რა თქმა უნდა, მინიმუმი დავახარჯე დაახლოებით 500 ლარამდე, სასუქები შევიძინე და პლუს ამას ორხელ დავწამლე. დაწამლასა და სასუქების შეძენას დანარჩენი ჩემი შრომაა ჩადებული, თქვათ გამოცელვა, გასხლა, ბევრმა ჩევა დარიგებები მოგცავ თქვათ რომ თხილი გააშენებო, მაგრამ მე ჯერჯერობით თავს მიყავი, ვერაფრით ვერ გავაშენებ, ვერ დავჭრი ამას. ეს შვილები ვიტყავს გაზრდილი ესენი, ყველი თითეული მათქანი, აი. ხედავთ ალბათ რომ მოვლისაც ხედავთ და ნაყოფსაც ხედავთ, ხო როგორია. გამოსხლილი როგორ არის. და შვილივით მოვლილი მყავს ესა რა. მე აქ ამ თითეული ძირში შემოტანილი მაქვს, ალბათ თვითონ მანქანა მიწა მაინც კაჭკით მექნება ნაზიდი და დაყრილი. მანდარინისათვის მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 2.5, რიგთა შორის მანძილი კი 4 მეტრი. ციტრუსოვანთა მოსავლიან ხეებს ძირითადად სხლავენ გაზაფხულზე. მადლობა ირაკლის, კიდევ ერთი საინტერესო სიუჟეტისთვის. ამით გადაცემა მე ვარ ფერმერი დასრულებულია. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და გეტყვით რომ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ ციტრუსის სწორმოვლაზე, მედიკამენტებზე და თუ კი გაინტერესებთ ამ თემის ფართოდ გაშლა, შეგიძლიათ კვირის განმავლობაში დაგვიკავშირდეთ და შემოგთავაზოთ თქვენი მოსაზრებები. კარგად ბრძანდებოდეთ.